ვეფხისტყაოსანში ყველაფერი საინტერესოა. თითოეული სიტყვა, თითოეული ფრაზა. რადგან ავტორი ყველაფერს წარმოგიდგენს მრავალპლანიანად. და აქედან გამომდინარე სხვადასხვა აზრი შეიძლება ამოიკითხოს კაცმა ყველა უმცირეს პასაჟიაც კი, რომელიც ვეფხისტყაოსანში შეხვდებათ. ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გმირების მოქმედებას, საქციელს, მათ ლოგიკას. არა მარტო რას ამბობენ ისინი, არამედ როგორ იქცევიან, რა ურთიერთდამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან. ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებო ავთანდილის პიროვნებაა. ჯერ ერთი ვეფხისტყაოსანში ყველა სიბრძნე უმთავრესად ავთანდილის პირით არის გაცხადებული. და აი ამ სიბრძნის წყარო თვითონ რომელსაც ვეფხისტყაოსანი ატარებს, ავთანდილია როგორც პერსონაჟი. გარდა ამისა, ავთანდილის მოქმედება კიდევ უფრო მეტად ავსებსა და ავითარებს იმას, რასაც როგორც პერსონაჟი იგი ამბობსა და ამდენად ჩვენ წინაშე დგას უაღრესად ღრმა, მრავალპლანიანი პერსონაჟი, რომლის ყველა ქმედებას, ყველა საქციელს, ყველა სიტყვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რას როგორ და რანაირად მიესწრაფვის ავთანდილი. როგორც კარგად არის ცნობილი, ვეფხისტყაოსანი ძირითადად ორი ფენისაგან შედგება. ერთი ფენა პირობითად შეიძლება მოვიხსენიოთ ტარიელის თავგადასავალად და მეორე ფენა ავთანდილის თავგადასავალად. და როდესაც ეს ორი ფენა ერთმანეთს გადაეჭაჭება, უკვე მთლიანობაში, მოქმედებაში, თვითონ სიუჟეტის მსვლელობაში ჩანს ის ძირითადი აზრი და სიბრძნე, რომლის მატარებელიც ვეფხისტყაოსანი გახლავთ. მაგრამ თუ ტარიელის დახატვისას მაინც ავტორი შედარებით ერთმიმართულებით მიხავს მოქმედება და ერთპლანიანად ხატავს ამ პერსონაჟს, სრულიად სხვა ავთანდილი. მისი მოქმედება ყოველთვის შეესაბამება იმ კონკრეტულ ვითარებასა და იმ კონკრეტულ სიტუაციას, რომელშიც მას მოქმედება უხდება. ამ მხრივ ის უაღრესად საინტერესო პიროვნება არა მარტო ქართული ლიტერატურის, არამედ საკაცობრიო ლიტერატურისა და განსაკუთრებით იმ ეპოქის, რომელშიც ვეფხისტყაოსანი დაიწერა, რადგან ასეთი მრავალმხრივობა ხასიათისა, ასეთი მრავალმხრივობა მოქმედებისა იმდროინდელ ლიტერატურაში თუ არ შევცდები, შეიძლება არც კი შევხვდეთ არსად, რადგან მაშინ მაინც ავტორები მიმართავდნენ მოქმედების ერთპლანიანობას, ერთი მიმართულებით მიმდინარეობდა სიუჟეტის განვითარება და მოქმედების ლოგიკაც ერთნაირი იყო პერსონაჟისა. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა ვეფხისტყაოსანი და კერძოდ ავთანდილი როგორც პერსონაჟი და დღევანდელი თანამედროვე ხდება ავთანდილი როგორც მხატვრული სახე. ამას, რასაც ავთანდილთან შევხვდებით მხოლოდ მე-19 საუკუნის ლიტერატურაში ან მე-18 საუკუნის ბოლოდან და შემდეგ უკვე ჩვენ დროში, როდესაც ადამიანი წარმოდგენილია მისი მრავალმხრივი შინაგანი სამყაროთი და მრავალმხრივი ლოგიკური ქმედებით. ამიტომ ავთანდილის ანალიზისას ჩვენ ეს არ უნდა გამოგვჩნდეს არასოდეს მხედველობიდან, რადგან მას დღევანდლობისათვისაც აქვს მნიშვნელობა, იგი დღევანდლობის გაკვეთილიც გახლავთ. ავთანდილი მთელი ვეფხისტყაოსნის სიუჟეტის მანძილზე განსახიერება მაღალის სიბრძნის, კეთილშობილების, მაღალის ნეობრიობის. მაგრამ იმისათვის, რომ მიზანს მიაღწიოს, ავთანდილი უკან არიხევს ზოგჯერ უზნეო საქციელის ჩადენის თვალსაზრისითაც კი. ვთქვათ, იგი მაღალი სიყვარულის მქადაგებელი გახლავთ, მისი სიყვარული თინათინის მირად წმინდა და უმწიკლოა, მაგრამ საკმარისია დაინახოს, რომ ფატმანი მას გამოადგება მიზნის მისაღწევად, რომ მან არ იუკადრისოს ფატმანთან სასიყვარულო ურთიერთობა. თვითონვე დასცინის ფატმანს. მოგეხსენებათ რა ყვავი ვარდსაიშოვის თავი ბულბული ჰგონიაო, როდესაც ფატმანის წერილს აიგითხავს, ამბობს ავთანდილი, მაგრამ სასწრაფოდ მიეშურება ფატმანთან, რადგან იცის, რომ ამ ქალმა შეიძლება მას ის საიდუმლო უთხრას, რის საძებნელად ის არის წამოსული და მართლაც აღწევს მიზანს. არც მკვლელობის წინაშე იხევს ავთანდილი უკან, როცა დაინახავს, რომ ეს მკვლელობაც მას მიზნის მისაღწევად სჭირდება. ასე რომ ყველა მოქმედება მისი გაპირობებულია გონების კარნახით და არა მარტო ცარიელი გრძნობით. მან იცის, რომ ყველა ვითარებაში გზა მას გონება უნდა გაუკაფოსა და ამის შემდეგ შეუძლია მიზანს მიაღწიოს. ავთანდილი რომ არ იყოს, შეიძლება უბრალოდ ხმარი და არ შეესაბამებოდეს ვეფხისტყაოსნის რანგის ნაწარმოებს, მაგრამ არაფერი არ განვითარდება ვეფხისტყაოსანის სიუჟეტი ერთ ადგილას გაჩერდება, რადგან ყველა სხვა დანარჩენი პერსონაჟი თავისი პირადი ვნებებითა და პირადი გრძნობებით იმდენად ღრმად არის შეპყრობილი, რომ უჭირთ ძაღი განსჯა. დავუშვათ თუნდაც ტარიელს, რომელიც იმ უბედურებამდე, ნესტანის გადაკარგვის უბედურებამდე სრულიად საღად ფიქრობს, მსჯელობს, აზროვნესა და მოქმედებს, ნესტანის გადაკარგვის შემდეგ არ გავს თავის წონასწორობას და არსებითად მხოლოდ ღრმა გრძნობით არის შეპყრობილი, რომელსაც სწორი განსჯა უჭირს. ავთანდილი არცეთ ასეთ ვითარებაში არ იბნევა და ყოველთვის პოულობს სწორედ იმ სვლას, რომელიც აუცილებელია მისთვის, რომ მან მიზანს მიაღწიოს.
აქედან გამომდინარე ბუნებრივია რომ ბოროტების სამყარო ხაჯეთის სიხით წარმოდგენილი შეიძლება დაინგრეს მხოლოდ მაშინ, როდესაც მას დაუპირისპირდება ავთანდილის სიბრძნე და გონიერება. ავთანდილს შეუძლია მხოლოდ ამ უზარმაზარი ბოროტების სამყაროს დანგრევა და ნესტანის გათავისუფლება. და ოთხისხოვსანის ძირითადი იდეაც შიგან მათსა საბრძანისად ხადამგელი ერთად ზოვდესო გაპირობებულია მხოლოდ ავთანდილის გონიერებით. ამ სამყაროს მხოლოდ მაშინ მიაღწევს ადამიანი, როდესაც იგი იქნება აღჭურვილი იმ სიბრძნითა და იმ გონიერებით, რაც ავთანდილს ახასიათებს და ამასთან ერთად იმ პრაქტიციზმითაც, რაც ავთანდილს ახასიათებს. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ღრმა მოაზროვნე, ღრმა ფილოსოფოსი, რომელიც ჭვეტით ფლობს სამყაროს, არა, მან იცის ეს ფილოსოფია როგორ უნდა გამოიყენოს კონკრეტულ სინამდვილეში, პრაქტიკულად როგორ მიაღწიოს იმისი განხორციელებას, რაც მას თეორიულად წარმოუდგენია. ამიტომ მასში განხორციელებია პრაქტიკოსისა და ბრძენის ერთიანობა. აქედან გამომდინარე ის ძალაც, რომელიც მას აქვს და რომელიც მიმართულია ბოროტების წინააღმდეგ და დასამკვიდრებლად კეთილისა. ჩვენს ლიტერატურაში სამწუხაროდ აი ამგვარი ფართო მასშტაბის პერსონაჟი ვეფხისტყაოსნის შემდეგ აღარ დახატულა. ასე ღრმა შინაარსის მქონე პერსონაჟი. მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ლიტერატურამ დახატა ისეთი პერსონაჟი, როგორიც არის ვაჟას მინდია. ქართულმა ლიტერატურამ დახატა სიბრძნის უმაღლესი განსახიერება მინდიას სახით, მაგრამ აბსტრაქტული სიბრძნის განსახიერება, რომელიც რეალურ სინამდვილეში ვერ პოებს განხორციელებასა და აქედან ბუნებრივად იბადება მისი სიკვდილის აუცილებლობაც. და მოგეხსენებათ ვაჟას მინდია თვითმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს, რადგან მისი სიბრძნე და სინამდვილე შეუთავსებელია. მოუხერხებელია. მაშინ, როდესაც ავთანდილის სიბრძნე და სინამდვილე შეიძლება შეთავსდესა და თავსდება კიდეც. ავთანდილის სიბრძნე პრაქტიკული სიბრძნეც არის ამავე დროს. ამით აღემატება ის მინდიას, მიუხედავად იმისა, როგორც გითხარით, რომ მინდიასთვის დამახასიათებელია ეს უზარმაზარი კოსმოსური სიყვარული, რაც გაოცებს ადამიანს, როდესაც გველისჭამებს კითხულობთ, მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერი ეს არის მხოლოდ ჭვეტაში, აბსტრაქციაში და არა რეალურობაში. ჩვენი ცხოვრებაცსა და ლიტერატურული საქმიანობაც რატომღაც ორი მიმართულებით წარიმართა და ალბათ ამაში თავისი კვალი და თავისი საფუძველი უდევს ჩვენს რეალურ სინამდვილეს, ჩვენს ისტორიას, როდესაც ავთანდილის ერთი მიმართულებით განვითარდა როგორც პრაქტიციზმი კვაჭი კვაჭანტირაძის სახით და მეორე მიმართულებით სიბრძნე მინდიას სახით, როგორც ერთი ისე მეორე სრულიად რეალურობას მოკლებული, რადგან ერთი არის მხოხავი ემპირიზმის წარმომადგენელი კვაჭი კვაჭანტირაძე, რომელსაც თავის სამყაროს მეტი არაფერი არ აინტერესებს, რომელიც მხოლოდ შავი პიროვნებაა თავის შინაგანი სამყაროთი, რადგან მხოლოდ და მხოლოდ პრაქტიციზმის მონა და მეორე მართალია უდიდესი სიბრძნის აღჭურვილი, მაგრამ აბსტრაქციონისტი და განუხორციელებელი სიბრძნის მატარებელი იმის გამო, რომ მას პრაქტიციზმთან კავშირი არ აქვს. ამ ხრივადაც არის ძალიან საყურადღებო ავთანდილი და თუ ჩვენ მას შევუდარებთ როგორც საერთოდ გარკვეულ მაგალითს მთელი ქართული მწერლობის ისტორიას, ჩვენ დავინახავთ, რომ ის უნიკალური პიროვნებაა და სწორედ აი აქ ჩანს ყველაზე უფრო მეტად და ფართოდ ჩემი აზრით რუსთაველის როგორც ავტორის სიბრძნე და სიდიადე. მან იცის, რუსთაველმა იცის, რომ ცალკე პრაქტიციზმი მხოლოდ ემპირიულ მხოხავ ჭიებს ბადებს, ცალკე აბსტრაქციონიზმი მაღალ ადამიანებს, მაგრამ სულად უუნაროს პრაქტიკული ცხოვრებისათვის ამდენად უშედეგოთ თავიანთი საქმიანობით. შერწყმა საჭირო და ამ შერწყმაში უნდა განხორციელდეს სწორედ ის, რომ სიბრძნეც, გონიერებაც, კეთილშობილებაც, მაღალი ზნეობაც უნდა ეძებდეს გზასა და საშუალებას, პრაქტიკულ საშუალებებს და პრაქტიკულ განხორციელებას და რომ მას რეალურად შეეძლოს კეთილის დამკვიდრება და კეთილის მოდანა. ამიტომ არის სწორედ ჩემი თვალსაზრისით ავთანდილი განსაკუთრებული პერსონაჟი არა მარტო ქართული მწერლობისა, არამედ საკაცობრიო მწერლობისაც, იმისათვის რომ ერთმანეთთან შეეკავშირებინა სიბრძნე და პრაქტიციზმი, სერვანტეს ორი კაცი დასჭირდა, დონ კიხოტი და სანჩო პანსა. რადგან ვერ წარმოიდგინა ერთ კაცში გაერთიანებული ეს ორივე უნარი. რუსთაველმა ეს წარმოიდგინა ერთ კაცში განახორციელა და რაც მთავარია, როდესაც თქვენ ვეფხისტყაოსანს კითხულობთ, არასოდეს არ გეპარებათ ეჭვი სინამდვილეში და სიმართლეში იმ მოქმედებისა და იმ საუბრის, რომელსაც ავთანდილი წარმართავს. არასოდეს არ გიჩნდებათ მის მიმართ რაიმე გულის ხინჯი, გულის ნატკენობა, რატომ აკეთებს ეს კაცი ამას, რადგან თქვენ ყოველთვის იცით, რომ იმას აკეთებს იმ აუცილებლობის გამო, რასაც მას სინამდვილეს თხოვს. და აქედან გამომდინარე, ის ინარჩუნებს თავის სიბრძნეს, თავის სიდიადეს ზნეობრივს და ამავე დროს პრაქტიკულად ახორციელებს, როგორც უკვე გითხარით, ყველაფერ იმას, რაც მან მიზნად დაისახა. და რაც მთავარია, კითხვებში არ რჩება ემოციური უკმაყოფილება. კითხველი იმ თავითვე პირველი სტრიქონიდან უკანასკნელ სტრიქონამდე ავთანდილის ემოციური თაყვანისმცემელია. ავთანდილის მიმართ ემოციური ინტერესი, ემოციური სიყვარული არ ქრება. აი ეს არის ჩემი აზრით რუსთაველის კიდევ ერთი დიდი ძალა
ძალიან ძნელია სოფლიო ლიტერატურაში დაასახელოთ მხატვრული ნაწარმოები, სადაც ადამიანის კლავდესა და მკვლელის მიმართ რაიმე ხინჯი გულში არ გაუჩნდეს მკითხველს. ან და სასიყვარულო ურთიერთობის დროს შეყვარებულს ღალატობდეს, მეორე ქალთან იჭერდეს ურთიერთობას და ამ დროს ამავე პერსონაჟის მიმართ თქვენ ხინჯი ან რაიმე უსიამოვნო გზნობა არ გაგიჩნდეთ. უეფხისტყაოსანში ასე არ ხდება. ავთანდილის მიმართ არავითარი უსიამოვნო გზნობა, არავითარი ხინჯი მკითხველს გულში არ უჩნდება. ამიტომ ავთანდილი როგორც პერსონაჟი განსაკუთრებული მოვლენა ჩვენს ლიტერატურაში და ამ ხრივ მას ძალიან ღრმა შესწავლა, ღრმა ანალიზი და ფართო გაშუქება სჭირდება. გარდა ამისა, ავთანდილი არის ის ორიენტირიც, რომელიც შეიძლება ყველა გასაჭირში და ყველა რთულ ისტორიულ ვითარებაში გარკვეულ მაგალითად, გარკვეულ გზეზის მიმცემად გამოადგენს ჩვენ საზოგადოებას. მე მხედველობაში მაქვს დღევანდელი ვითარებაც, როდესაც საქართველოში ძალიან მძიმე სერიოზული ბრძოლა მიმდინარეობს ეროვნული თავისუფლებისათვის, ჩვენთვის ავთანდილის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს აი ამ ვითარებაში, რადგან ის ძალიან მკაფიო და ნათლად გვასწავლის, როგორ და რანაირად შეიძლება იყოს გამოყენებული მისი სიბრძნეც, მისი პრაქტიციზმისა და მისი უნარიც ყველა კონკრეტულ ვითარებაში იპოვოს გამოსავალი და იპოვოს გზა ხსნისა. ამიტომ აი ამ ხრივადაც აქვს მას ძალიან დიდი მნიშვნელობა. და სრულიად უბრალოდ რომ ვთქვათ, შესაძლებელია გარკვეულ მაგალითსაც კი წარმოადგენს დღევანდელი ჩვენი სინამდვილისა და ჩვენი ცხოვრებისათვის. განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ ბრძოლაში არიან ჩაბმული, ეროვნულ გამანთავისუფლების ბრძოლაში არიან ჩაბმული და ცდილობენ თავიანთ ქვეყანას სიკეთე მოუტანონ. აი აქ ავთანდილი განსაკუთრებული პიროვნება. თუ ჩვენ გავყვებით ავთანდილის გზას, მაშინ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ის იდეალი, რომელიც რუსთაველმა თავის ვეფხისტყაოსანში დასახა, ჩვენ ამ იდეალს მივახციოთ. ესე იგი, შევქმნათ სამყარო, სადაც ადამიანთა საზოგადოება შეიძლება ტკბილად, წყნარად, მშვიდად იცხოვროს. ერთი სიტყვით, ისე როგორც ეს ბიბლიაში არის ნათქვამი და კერძოდ ვეფხისტყაოსანშიც, რომ თხა და მგელმა ერთად მოძრაოს. ქართულ ხალხს მისი გრძელი ისტორიის მანძილზე სამი დიდი წიგნი ჰქონდა, როგორც მისი სიბრძნისა და მისი გზის მკვლევის განსახიერება. ეს წიგნი გახდათ ბიბლია, ვეფხისტყაოსანი და ქართლის ცხოვრება. აი ამ სამ წიგნს ეხტუნობა საქართველოს კულტურა, ქართული ხალხის ისტორიული ყოფა და ცხოვრება. მომავალში სამ წიგნს უნდა დაეხტნოს ჩვენი ხალხის არსებობა. და თუ ჩვენ ყველაფერ ამას კაფიო და ნათლად განჭრეთ, გავითვალისწინეთ, ჩავწვდებითა და გავიგებთ რაშია და როგორ არის საქმე, მაშინ ჩვენ დავინახავთ, რა ძალის პატრონი ვართ ჩვენ სულიერად და ბუნებრივია, რომ ამ ძალის გათვალისწინებით ყველა იდეალის განხორციელება შეგვეძლება.